მოგესალმები, დადგა 4 შაბათს საღამოს 8:30 მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც პატიმრობას აშინახათ, განსასწრებას აშინა და უცხოეთში ყოფი ქართველი და ყველაზე განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო დღეს ქუთაის გაინათის ეპარქია და დიდი სიყვარული გამოხატო ჩემი და ამასთან დაკავშირებით მეუფე იოანეს, რამოდენიმე მეუფის კურთხევით მამა ილია გახლავთ ჩვენი სტუმარი, რომელიც ძალიან გვახარებს ხოლმე მისი სტუმრობით მამა ილია კარკაძე, რომელიც აი ქუთაისში კი არა დიდიან პატარიან ყველა იცნობს და ჩემი წარდგენაც არ ჭირდება დაგლოცეთ მამაო დიდი მადლობა მობრძანებისათვის და მადლობა რომ ხართ და ესე ალამაზეთ მამაო იმ რეგიონს და საერთოდ საქართველოს ეკლესიას იცით რატომ მამაო დიდი გახსოვთ ჩვენ წინათ ვანახეთ რომ აი პატრიარქის სიყვარული არის განსაკუთრებით ქუთაისში გაღვევებული რა ქუთაისის სკოლებში რაც ძალიან იშვიათობაა საქართველოში არის ბავშვებს საშუალება ეძლევათ იმისა მამაო რომ კონდეთ ტაძარი რო იყოს გადაგება იქ, რო იყოს მღვდელი და ძალიან დიდი წვლილია თქვენი მამა, ამაში და დიდი მადლობა იმისათვის, რომ ერთ-ერთი უდიდესი, აი უხუცესი მღვდელი ხართ, ვინც არის ქუთაისში დღეს და თან ამხელა მამებთან მამაო შეხება ქონიათ, მამა იოსების მეგობარი, რა ვიცი, ბევრი იმ ადამიანის და თუ შეიძლება რომ გვიამბობთ მამაო ამ ყველაფრის შესახებ, აი რას ანიჭებს ქუთაისის უპირატესობას, იმიტომ რომ ხშირი შემთხვევაა მამაო, რომ ჩვენთან მორწმუნეებში ის გამქრალი არის, რაც დღეს რეგიონებში შემორჩა მამაო რა. და მადლობა ღმერთს და ნუ ამასაც ებძვია რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცნაირად იჭერს რეგიონი ჯერჯერობით იმ თამასას, იმ სარწმუნოებას იჭერს იმით რა. პირველ რიგში ქრისტიანობა გეორგი. ჭეშმარიტად თავს. გილოცავთ აი ამ წინოლე დღესასწაულებს და რაც შეეხება ახლა სწორედ თქვენ მოწვეულიც იყავით და იყავით ჩვენთან სკოლაში შეხვედრა ჰქონდა. თუ ბავშვმა სადაც მე მსახურობ, წამდება 29 საჯარო სკოლაში, წამდება თვითონ პედაგოგების მიერ თავისი ხელით შექმნილი ტაძარი თვითონ შენობაში, სადაც მე მქონდა მართლა და ძალიან დიდი პატივი რომ მათთან ერთად მემუშავა, სანამდე ტაძარი შეიქმნებოდა, რო იქ ვასწავლიდი მე სკოლაში და ისე რაღაც ერთმანეთთან შევხორცდით ჩვენ პედაგოგები და მით უმეტეს იქ რომელი სკოლის დირექტორები, რომ სამი სკოლის დირექტორი გამოიცვალა ბატონი თამაზის დროს იყო სკოლა როცა დაარსდა შემდეგ ტარიელი და ეხლა ტარიელი ბრძანდება ყველესიან და ყველა დიდი გასახარებელი ის არის რომ ნამდვილად რომ ესენი სულ ფიქრობენ სწორედ რომ შედეგი აი არა მარტო ეკლესიის იქ არსებობს, არამედ ბავშვებთან ურთიერთობა ჩვენი ეკლესიის ბავშვების აღზრდა განათლებას რომ ძალიან დიდ როლს ანიჭებენ. ძალიან დიდი როლი ითამაშა მეუფე კალისათეს დროს იყო გეორგი ასეთი თვითონ აკადემიის სემინარიასთან იყო ერთწლიანი სასწავლებელი. იმიტომ რომ მოგიხსენებათ მე მაგალითად უწმინდესის სულსაკურთხევით მაშინ საქართველოს ეგიდით იყო ფილოლოგებს და ისტორიკოსებს ჰქონდა ნება თუ რომელიმე გამოხატავდა სურვილს დახელმის ინსტიტუტში გავგვიარა კურსები მაშინ იყო ჩემი ბედნიერება ზუსტად მეუფე იოანეს ანუ მაშინ მამა გიორგი ბრძანდებოდა აი სადაც ლექციას გვიკითხავდა და მამა ზაქარია ძინძიბაძე ახლა არქიმანდრიტი პეტრე ხო თუ პეტრე რომელიც ჩვენთან სწორედ ეს ორი ადამიანი გვიკითხავდა პატრიარქის კურთხევით და იქ იყვნენ კიდევ სხვა ერის ადამიანები და სადაც ამ სპეციალურ მოწმობა ვინც გავიდით ამ კურსს გვეძლეოდა მაგრამ სამწუხარო ფაქტი იყო რომ ეს მაინც საერთოდ უფრო მცირე მასშტაბით იყო და უფრო წვდომა რო ყოფილიყო, ამიტომ იყო ერთწლიანი სასწავლებელი, სადაც პედაგოგებს და ადამიანებს შეეძლოთ რიგარეშეც ესე ვისაც სურდა და დასრულიყო და ერთგვარ მოწმობას ვაძლევდით და მოწმობა არა მარტო იმის მიზნითაც რო დაუშვათ სკოლებში ესწავლათ, არამედ თვითონ წახალისებაც იყო და უხაროდათ იქ პედაგოგებს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პედაგოგებმა რომელიც დაამთავრა მართალია იმ დარგით არ წასულა, მაგრამ ერთგვარი კვალიფიკაცია მიიღო და ძალიან გამოსადეგი შეიქმნა შემდგომში. აი მე როგორც ახლა მოძღვარი მაგალითად ძალიან დიდ უკვე მადლობ და მათ ხარდაჭერას მაგალითად სკოლაში იმ პედაგოგებისა, მით უმეტეს თქვენ ნახე როგორი ენთუზიაზმი და როგორი მასალა
თვითონ შეკრენ, რანი ვიყავით, რანი ვარ და რა არის მომავალში, აი საჭირო თუ გვინდა რომ ჩვენ საქართველოს თავის სელფერი მიეცეს. სწორედ ის სელფერი, რაც ჩვენ აი ამ სულიერ კრიზისიდან გამოგვიყვანს. იმიტომ რომ ძალიან დიდია ჩვენი უწმინდესის როლი, უდიდესი როლი, იმიტომ რომ მართლაც უდარა გადაფერებული საქართველოს მან დააყენა ფეხზე და იმხელა დიდი მღვდელმთავრების რა ვიცი დიდი აკვანი დაიწყო საქართველოში სოფლიო ეკლესიის ძალიან დიდი ეკლესიის მეთაურნიც კი დიდი სურვილით ინატრებენ ასე დიდ მღვდელმთავრებს, მაგრამ მაინც ამ რეგიონებისათვის და ასეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა იყო სწორედ ქუთაისში აი ამ იმ პროცესმა, რაც იმ დროს მეუფე მოიმუშავა და ეხლა რაც შეეხება მეუფე ივანეს ძალიან დიდი გვერდში მართლაც ხარდაჭერა და დიდი სიხარულია ის რომ მით უმეტეს მეუფე ძალიან ერუდირებული კაცი ბრძანდება და ძალიან ესმის სკოლაში მით უმეტეს ბავშვებთან ურთიერთობა თუ რამხელა დიდია და აუცილებელი და ჩვენც ამაში ხალისდებით სასულიერო დასი რომ უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას ჩვენი მოძღვარი ჩვენი მღვდელმთავარი რომ აი ესე წარმოვაჩინოთ და მიუხედავად იმისა რომ ასე დატვირთულია ჩვენი მეუფე მაინც ხშირად არის რომ მოდის ესწრება ჩვენ ამ შეხვედრებს და თუნდაც რა დღეს იმ დღეს როგორ გაიხარა პედაგოგებმაც და მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი პედაგოგები და ნუ მეუფეზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი აი არაჩვეულებრივი და მადლობა ღმერთს რომ მეუფის მე სხვადასხვა შორის მამა ძალიან ძნელი არის ხოლმე როცა ეპარქია ესე დაობლდება რაღაცნაირად ამ დონის ადამიანი გარდაიცვლება და აი მეუფემ ყველაფერი ისე გააკეთა რომ ყველანაირად შეგიმსუბუქათ ეს თვითი და მადლობა მეუფე ივანეს აი მართლა დიდი ერთი რამე არის რომ მართლა ძალიან რთული ყოფილა როდესაც ეპარქია დაულდება და მით უმეტეს თან ამ დონის უბრალო დიახ და მით უმეტეს შენი მოძღვარი როა რომელიც ხელშიდაც გაიზარდე თითქმის 90% მეტი ქუთაისში მეუფე კალისეთის მიერ ვიქენით ნაკუთი და მაგრამ გასახარებელი ფაქტორი ის არის რომ ამ ჭრილობას რომ ძალიან დიდ მალამოს დაგადოს და მეუფე ივანე დღიდან მოსვლის წარმოიდგინე ხო არის რომ მე ახლა არ მიწყეს ადამიანები მღვდელმთავრები მეუფე მოვიდა თუ არა მის საქმების წარმოჩენებაზე და მის პიროვნებაზე კი არ დავიწყო საუბარი. სულ გვაჩვენებდა დაუშვათ აი ეს რომ გააკეთა ეს მეუფე კალისეთის დამსახურება. აი ეს რომ არის, იმიტომ რომ ბევრი რამ რაც ჩვენ მართლაც ვერ ხედავდით, მეუფე მე წინა პლანზე წამოწია და უფრო მეტად დაგვანახა მეუფეს ეს 8 წელი რომელსაც რატომღაც ჩვენ ხანდახან ამას ვერ ხედავდით. და არა მარტო მეუფეს უკვე ამ ხვაც ხედავდით, არამედ თვითონ მეუფე ივანეს პიროვნება უფრო მეტად ჩდებოდა და ჩვენს აი ერთგვარად აიარებ გულზე ძალიან მალამოსად გვეცხებოდა მღვდელმთავრის ასეთი საქციელი და რაღაც უფრო მეტი სტიმული და დიდი სიხარული შემოქმდა და გვიცოცხლებდა ზუსტად მეუფე კალისეთის იმ კარგ საქმეებს. განსაკუთრებით ახლა რაც შეეხება აი ბავშვებთან ურთიერთობა, ეს სკოლა სწორედ არის გამორჩეული იმით, რომ ჩვენი უწმინდესიც იყო ბრძანდებოდა ჩვენი უწმინდესი დიახ, იმიტომ რომ შეიძლება თბილისის მასშტაბიდაც არ იყოს ასეთი ბედნიერება, რომ უწმინდესი და ჩვენთან უწმინდეს ბრძანდებოდა და ეს დიდი სიხარული ახსოვს, იმიტომ რომ ზოგი დღეს პედაგოგები არიან ისეთ სკოლაში, როდესაც მაშინ მოსწავლეები იყვნენ, როდესაც უწმინდესი ჩამობრძანდა. განსაკუთრებით ძალიან დიდი იყო რომ იქ ძალიან დიდი მაგალითად მამათა ყრილობები ტარდებოდა სკოლის ეგიდით თვითონ დირექცია აკეთებდა ამას რომ იქ სასულიერო დასაც გვიწევდა რათა ჩვენი აზრი გამოგვეხატა და ეს ერთგვარი დიდი ქადაგება და აუცილებელია იმიტომ რომ მე ახლა როგორც მოძღვარი როდესაც ბავშვი ხედავს მაგალითად პედაგოგების ურთიერთობას მოძღვრის მიმართებაში ეს უკვე მადლი ერთგვარი ხო თვითონ ბავშვებშიც გადაეცა ბავშვებშიც უკვე ეს რაღაც კარძალულება უკვე ჩდება მოძღვრის მიმართ და იყო შემთხვევა მაგალითად როდესაც ბავშვებს მით უმეტეს დღეს როგორი ზეწოლა აქვს ყველაფერი მათ წინააღმდეგ მოქმედებს და დღევანდელი ქუჩა არ არის ის პროცესი რაც უნდა ჩვენ ახალგაზრდობის პერიოდში იყო
დღეს ეს ტელეფონები ეს ანუ ეს მოპარული არიან ფაქტიურად ეს თაობა ტელეფონებმა და ამან მოიპარა ესე ინფორმაციულ ვაკუუმში არიან სინამდვილეში ადამიანები და თან ამ გარეძალებიდან ისე ხდება რომ აი ეს ნარკომანია ეს ყველაფერი 1000 იგი ძალიან მოქმედებს და აი სკოლა გამორჩეულია კიდევ მით რომ აი სკოლაში არის ძალიან ძლიერი დაუშვათ აი პედაგოგები ერთი სპორტული სახეები ძიუდო კლასიკური ჭიდაობა და ეს ბოქსი და ფარიკაობა იყო ადრე ახლა არ ვიცი გონი აღარ არის ვერ გეტყვია ამ თავისუფალ დროს ფაქტიურად მამო თუ შეიძლება რომ იმას ისე რქვია კითხოთ ამ თავისუფალ დროს როცა შეიძლება ადამიანმა რამე დააშაოს და სადღაც ფიქრი გაიქცეს არ უტოვებენ და უსებენ 1000 გვარი სიკეთეებით სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით ხო როგორ თან როგორ თვითონ მოძღვარს როგორ გეხმარება აბა რომ აგერ თვითონ ყველას არა მარტო პედაგოგები არამედ სპორტის ტრენერები ვინც ვსანდებიან თვითონაც უხარია მაგალითად ჩვენ როდესაც ან ეკლესიის მშენებლობა ქონდა ან დაუშვათ მონასტერში ამ თაში გავდიოდით რაღაც ხოში და ბავშვებიც მოდიოდნენ და ჩვენთან ურთიერთობა როდესაც აი გვაქვს უკვე ეს ერთგვარ გავლენას ახდენს რა თქმა უნდა თან მით უმეტეს ერთ-ერთი ძალიან გამორჩეულია ჩვენი უბანი იმით რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოიყარა თავი ამ უკვე პედაგოგების და ამ სკოლის ამ ბევრმა კარგმა ღონისძიებებმა რატომღაც უფრო მეტად დაგვაკავშირა ბავშვებთან. ხო. ეს ძალიან კარგი არის. შეგასის. იმიტომ რომ დიახ, აი მარტო რა დღის რომ გული გეტკინება დღეს ახლა სიგარეტიც უკვე აღარაფერი არის იმასა რაც მეორე მხარეზე ვერდით, მაგრამ ქუთაისში სულ სხვა ქალაქი არის. მე ახლა თბილისს არ ვიხები, თბილისი ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ხო, თბილისი. იმიტომ რომ ვერ შეადრე მაგ თბილისი. ხო, რატო ის სამაგეროს რაც უფრო დიდი დატვირთვა, მით უფრო დიდი სიწმინდეებია აქ. აი როგორც ჩვენი უწმინდესი ბრძანდება დიდი სამღვდელო დასი ძალიან დიდი ერუდირებული ადამიანები, მაგრამ იმხელა დიდი ზეწოლაა, რომ მართლა და ძალიან დიდი ეს თვითის დატვირთვა და ქუთაისი არ გამოირჩევით ბევრ ამაში, მაგრამ ეს უკვე ერთგვარი ჭირი ჩვენსგან უფრო აშურებული გვაქვს. ბევრად დაცული ხართ. დაცული ვართ, იმიტომ აქ ყველა სოფლიოს სოფლიო ესე იგი თბილისია შემოსეული და ხა ჩვენთან უფრო აი ეს უფრო ხალისია რაღაც არ მიწყეს ახლა ჩემს სიფხიზლია მამა. ხო შეცდომის დაშვების უფლებას არ გაი რაღაცნაირად სულ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ უბანი პატარა სოფელი ვითვართ აქ გარაუბანი სადაც ავართ მაგალითად და სულ სხვა არის ნიშნავს მამა თმობ მე აი ხო არის მამა რაღაცა პირადი ინტერესი არის რაღაცა ამას თმობ იმიტომ რომ ის იცი რომ ის მამა ილიას მრევლია ის არის აი მამა თუ შეიძლება აი ეს როგორ აი მომწოს და მენატრება მამა აქაც მენატრება იმიტომ რომ თბილისი ძალიან აქეთკენ ჩაცმა დახურვაც კი აი მე მაგალითად ადრე გეტყვი მე მოგზალებით და გელაჩი როდესაც ვიყავი აი შემეძლო მაგალითად რომელი სკოლა მოვიდო და გეტყოდი. ქუთაისის სკოლის პედაგოგებიან დაწყებული მოსავლიანად ჩაცმა დახურვაზე გეტყოდი რომ ვინ რა იყო და როგორ. და დღესაც ახლა მრევლი რო არის აი შენც ხშირად ყოფილ ხარ ხო გიორგი. აი თბილისში მაგალითად ან ბათუმი იქნება ხო იქ უფრო სულ სხვა გარემო რო არის უფრო დიდი ზეწოლა ბავშვებზე. და მე ხშირად ვთქონია რომ მაგალითად ჩემი სულიერი შვილები გოგონები რომელიც იმიტომ რომ ხედავს რომ იქ უმრავლესობა შარვალს იწვენ უმრავლესობა ცოტა ზედმეტ ჭრობით ან სიგარეტს ეწევა რაღაცა ბავშვები ნელ-ნელა ამ იმიდან გამოდიან და თვითონ უხარია რომ ხედავს რომ მოძღვარს უხარია რომ აი მისი ჩაცმა დაფურვაცა და სტიმული აქვს თვითონ და მე ბავშვებსაც აი როდესაც ქონდა საუბრები და ხშირად გვაქვს ეს საუბრები ერთმანეთთან ხო შენ როდესაც ბირთს შეკრავ აი ბავშვებსაც ვეუბნები ამათ ჩემს შვილებს. თან მით უმეტეს კალენდახატი შვილები მიყავს ეს ბიჭები იქნებოდ გოგონები ხო? რომ აი თქვენი ბირთვი გადაეცემა მე უკვე შენს მეგობრებს. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. იმიტომ რომ მეც ხო მახსოვს ჩემი აი გუშინ ასე მგონია 1-5 ამისი რაღაც ფირივით გაიარა ჩემო ცხოვრება და გუშინ დღესავეც მახსოვს ჩემი ახალგაზრდობა და ჩემი სოფხედულობა, ჩემი შეხედულობა როგორ უნდა ყოფილიყო მაგრამ სარწმუნება სულ სხვა ფენომენია. იმიტომ რომ ადამიანს გაადამიანებს და სულ სხვა არა წუთის სოფლიდან გამომდინარე ხედავ მე ამ უკვე სამყაროს არამედ ქრისტეა შენი მანათობელა რომელიც უკვე სწორ მიმართულებას გაძლევს. და ამიტომ არის ხშირად როგორც რაღაც შიგა შეკრებები, რაღაც პატარა ლექციები, აი ძალიან კარგი იყო მაგალითად
ერთი პერიოდი შემოვიღეთ ჩვენ ვის რა სახელი ეწოდება მაგალითად გიორგი, ილია, ქეთევანი ან თამარი ხო? ყველა ღებულობდა თავის თემას. ან შეიძლება რომელიმეს ყოფილიყო ისეთი რომ თავისა რომელიღაც პიროვნება უნდა და აიღო ხო? და როდესაც მაზე ქონდათ ეს უკვე მიცემული დავალება ესეც უწმინდესი ლოცვა-კურთხევით იყო ადრე რამოდენიმე წლების უკან იყო და მე თვითონ ჩვენ აუდიტორიის წინაშე თვითონ გამოდიოდა და ეს ადამიანი თავის ამას კითხულობდა და ვიწერდი და ჩვენ გვერდზე ქონდა ეს დადებული ერთი პერიოდი და თან ერთი ქადაგება მეორე თვითონ წმინდან სახარებ ხო ყველაზე მეტია და ყველა დიდია და თვითონ ადამიანს სტიმული უჩიდება იმიტომ რომ ამ რო წაიკითხა მე მეორესაც უფრო მეტი ინტერესი და არა მარტო მოძღვარი ხდება მე ხადაგებელი არამედ ხშირად არის რომ მოძღვარის შენი სულიერ შვილებისგან და მის საკითხული ლექციისგან უკვე ბევრი ისეთ მასალას ვეცნობოდი რომელიც ძალიან გასახარებელი არის აი მაგალითად მე მყავს ტიხაროსანი ისტორიკოსი არის ძალიან და ხშირად არის რომ როდესაც გალაქტიონ მაგალითად კითხულობდა ლექციას მოგვისმენდა ძალიან მოგწონებია მისი ლექცია არაჩვეულებრივი არის მაგალითად არის მაგალითად ისეთი მყავს მაგალითად სულიერშვილები რომლებიც ნამდვილად რომ ჩემზე მეტად კარგად ესმის მაგალითად ეს ლიტურგიული კანონები და ბევრი რაღაც საკითხები რო არის მინდა რომ მათ წავაკითხო მაგრამ არის რაღაც ხელშემშელი რაღაც პროცესები რომლებიც რაღაც აი ჩვენი სიზარმაცე ზოგჯერ მე ჩემთან და რაღაც არის ზოგჯერ ყოველს გინდა თუ არ გინდა ტირვარამი ზოგჯერ ქორწილია ზოგჯერ სხვა რაღაც დღეები და ესეც გამო ვეღარ ვახერხებთ ხშირად რომ ამას მაგრამ ამ საფუძველს სწორედ აი ასეთმა პედაგოგებმა ჩავუყარენ ჩვენს უბანში თუნდაც ძალიან დიდი და როგორ გული დაგხვდნენ მე უკვე ეს როგორ თელი ის როგორ გააკეთე ისე შეადგინე სხვათა შორის ძალიან მინდოდა მართლა რაღაცა აუცილებლად მე აქედან გავუკეთებ ამ ტელევიზიაში თუ მოულენ რაღაცა დიდი სიამოვნებით იმიტომ რომ ის რო ბავში რო სკოლაში შედის და იქამდე ტაძარს გაივლის იმ სკოლიდან გამოსული ბავშვის ანუ შეუძლია ადამიანს რაღაცები დააშაოს და ეშმაკი ძალიან ბევრ ცუდს თავაზობს მაგრამ მეტად უფრო დაცული იქნება მამო და მეტად მისი შეგნება იქამდე იქნება რომ ყველაფერი ღმერთს არ დაგმობს საქმეზე რომ მიდგება მამო აი ბოროტი ისე იმაშვება ხო ხედავთ სიწმინდეებს და იმას მიადგა უკვე აი გუშინაც საუბრობდით ცეცხლთან დაკავშირებით იმასთან დაკავშირებით ამასთან დაკავშირებით აი რისი უკვე ბოლო ჟამის აი ეს დრო რო არის ბოლო მამო ყველაფერს კადრულობს ბოროტი რომ ადამიანი დასცეს და ყველაფერს შეურაცხყოფას გაყენებინებს ყველაფერზე რა შეუგნებლად ზოგი მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა რო გესმოდეს ხო და არა და მამო აი თუ შეიძლება რო გკითხოთ რომ ადამიანი ღმერთმა როგორ გააჩინა თავის სახად და როგორ გააჩინა იმისათვის რომ უნდა რომ იმედები გაუმართლოს ადამიანს და ჩვენ ვერ უმართლებთ მამო აი რას უნდა დაუკვირდეთ მამო აი როცა ესე ცივად განვიხილავთ ხოლმე რაღაცებს რა აი ვიღაცა შეიძლება ჩვენ ცხოვრებით ღმერთი ძალიან შევაყვაროთ აი ამ სკოლაში როცა გაიზრდები დიდი შანსი გაქვს რომ შენ ცხოვრებით ვიღაცა ღმერთი შეაყვარო ვიღაცას რა და არიან ადამიანები როცა აი პირიქით გაძულებენ ყველაფერს თუ შეიძლება აი ამ ყველაფერს როგორ უნდა გაუფრთხილეთ რომ დარწმუნებული ვარ არც მათ არ უნდათ მამო როგორ შეიძლება რომ ადამიანს უნდადეს ცუდი იყოს ან ვიღაცა ლანძღავდეს არ უნდა მაგრამ აი ესე რაღაცნაირად გამოდით ხოლმე რა ყველა შეცდომაზე ვლაპარაკობ მამო როგორ უნდა გაუფრთხილდეთ მამო აი ჩვენ აი ამ სათუთ ცხოვრებას იმიტომ ძალიან პატარა თქვენ თქმის არ იყოს გამოიხედები და 50 წლის ხარ უსვათ არ გაფრინდა დიახ, ნახე ხდება გიორგი. დიახ. აი მე მაგალითად, როდესაც სკოლაში მუშაობდი, პედაგოგი რო ვიყავი იქ, პედაგოგს აქვს თავისი გარიგი. ანუ ეს დებულება შენ არ გაქვს უფლება მაგალითად იქ პროგრამა რო გაქვს მოცემული, ამ პროგრამას გადავუხიო, ხო? იმიტომ შენ თუ გადავუხიო, იმ წუთში რასაკეთებს მაშინ იქ დირექცია, ხო? შენიშნა. აუცილებლად მან უნდა მოგცეს შენიშვნა, რომ კურს არ გადავუხიო. ასე ეკლესიის ცხოვრება სწორედ ასეა რომ შენ როდესაც თქვენ სოფლიო კრება მოგცა დადგენილება წმინდა მამათა ეკლესიის სწავლება რაც არის უნდა ეცადო რომ სწორედ აი ამ გზითია რომ ანუ შენი რაღაც რეფორმატორული სული იქნება თუ რაღაცა იმის შემოტინის უნდა გეშინოდეს იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ გვატყულებს ჩვენი შინაგანი ამპარტავნება ყველა ადამიანს გვინდა რომ რაღაცა ახალებს თქვათ და ეს ახალი
თუ კი არ ეყნობა სინამდვილეში ძველს, მაშინ ეს ახალია აბსურდი არის, იმიტომ რომ ეს მიუღებელია. ამიტომ არის უმჯობესი არის რომ შენ თუ გადარჩენა გინდა, უნდა ეცადო რომ აი ამ საფუძვლებზე დარჩე. აი რა არის სექტები ამას შექმნა სხვა. კი ბატონო, ნახე რა ხდება. ჯერ ერთი რამეა რომ აი მამა გაბრიელი, დიდი მამები ამბობენ რომ ანტიქრისტეს მოსვლა ჩვენ ვერ შევაჩერებთ. ის დაშვებულია ზეციდან. იმიტომ რომ წუთისუფალმა ის მოიწვია. ამიტომ ჩვენი დრო და ფაქტორი სწორედ ის არის რომ ეს დრო მოვიყენოთ რომ გავძლიოთ. იმიტომ რომ გარდაუვალია რომ ეს გაცხრილვა სამყაროს არ მოხდეს. ამიტომ არის რომ ჩვენ მით უმეტეს უნდა ვეცადოთ. ყველას თუ ცოტა პატარა გვესმის, ინ ჩვენ შვილმა, იმიტომ რა თქმა მე სახლი, კარი, ყველაფერი თუ ჩემი შვილი უნდა მომავალ და ჩემი საქართველო ამ ჩემ ახალგაზრდობაზე არა ისეთებს რომელსაც დღეს ქართული ორიენტაცია არ აქვს და ქართული სისხლი არ უჩქებს და ქართული ისტორია მისი ფესვები არ ესმის რა თქმა მე ესეთ საქართველო ხო კაცი ამიტომ აუცილებელი ყველა სფერო ერთმანეთს უნდა ჩავეხոտოთ რაც აი ეს დიდი საქმე ვაკეთოთ როგორც ჩვენი ციტამფრები აკეთებდნენ ხო და ამიტომაც არის სწორედ რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ აი ყველაზე დიდი რაცა ის მამა-შვილურ ინსტიტუტს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მათი სახარება რას არის? ავტორიტეტს ანუ ამოუსწრებს. ახლა რა ხდება? აი როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება ბოლო ჟამს. ანუ რა, ნოეს მადლით გადარჩა შვილები. მაგრამ რომელმა შვილმაც გაბედა მამისადმი ქილიკი, რაღაც რო გამომჟღავნა თავის ხო? იმ წუთში პასუხი გაიცა. ასე არის რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდოთ, რომ ეს იერარქიული დისციპლინა ყოველთვის უნდა დავიცოთ. ეს იერარქია არის ოჯახში, ეს იერარქია არის ეკლესიაში. შენ უნდა ეცადო სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ცოტა ოჯახის პროცესი ცოტა ისეთი რომ თუ მამა და დედა აღზრდილი არა შვილი ძალიან უჭერს ხშირად ხდება რომ ისევეთ ეკლესიაში რომ ბავშვი გაიზარდა ეს ნათელი ისევეთ მე ბავშვის ხელით შედის ესეც არის აი ძველათაც იყო ასე წმინდა ბარბარეს ხორებაში და ათაც რაღაც ხო მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ უნდა ვეცადოთ სწორედ რომ აი ამ იერარქიული დისციპლინა უნდა დავიწყოთ უკვე შენ უკვე ეკლესიაში ხარ და მოძღვარი ხარ, მრევლი ხარ მით უმეტეს აი ამ მამა-შვილურით მას უნდა მოусმინო, უნდა ეცადო ერთადერთი რაც არ შეიძლება ეკლესიაში მაგალითად უპირატეს მოусმინო ესა ანუ ეკლესიის ქრისტეს სწავლების წინააღმდეგ წასვლა. დანარჩენი შენ უნდა ეცადო რომ ის სიყვარულში უნდა იყო ადამიანი. და დანარჩენი ძალიან ბევრი კარგი მაგალითები მაქვს. მე ვეცები მაშინ რაღაც მითი მოგიყოფი გიორგი. აი ძალიან საინტერესოა. დიახ. ნახე რა არის ახლა თავარი. აი ერთ-ერთ წმინდა ცხოვრებაში არის რატო უნდა შევინახოთ საუნჯე ჩვენი ცათაშინა. იმიტომ რომ თუ კი ნორმალური ადამიანი, როდესაც რაღაცას დააგროვებს და ბანკში ინახავს, იმიტომ რომ ხვალ თუ ზეკ რაღაცა ლეხინის დღეს ან ჭირის დღეს აჭირდება, აი კიდევ უნდა აიღოს, რათა ეს უკვე გაიხარჯოს აქ, რომ ეს ნაგროვებმა თავისი სახე გამოაჩინოს და ასეთი საუნჯე უნდა უგროვდებოდეს ადამიანს სათაშინა. იმას ჩვენი ფარველი ანგელოზები კრიბავს, შენ კეთილ საქმეებს. ამიტომ როცა ადამიანი ეკლესიური ხარ და გინდა რომ ქრისტეს სიყვარულში იყო, ხშირად რომ ჩვენ მახე გვეგება და ეს მახე მერე ხანდახან ისეთი ფანატიკურ პროცესებში მივდივარ, თუ არა ღმერთი ჩვენ ვერ გადავრჩებით. ანუ ღვთისკაცმოყვარება უნდა იმუშაკო და როდის იმუშაკებს, როდესაც ჩვენ რაღაც გაქვს დაგროვილი სათაშინა. და ერთ-ერთი მაგალითად ძალიან კარგი მაგალითია. ერთ-ერთი ქრისტიან ბიჭს შეუყვარდება ქურუმის გოგო. ხო და ისე ფანატიზმში წავა ეს ბიჭი. რომ ამ გოგოს ეუბნება რომ წამოყევით სულად არ მეინტერესებს არაფერი, ქურუმიშვილი ხარ თუ არა ქრისტიანი, მინდა რომ სულად მოგიყვანო. და ხდება ასეთი რამე რომ ეს გოგონა წავა, კარგი მამას დავიკითხებიო. მიდის მამას ეკითხება. მამა ეშმაკებს სახურია, წავიდა ეშმაკებს დაეკითხა. და ეშმაკმა უთხრა რომ ცოტა მას მოკლედ მოგიყოფი მაინც. დიახ, ხო. მამა ეკითხება, ეუბნება ეშმაკს და ეშმაკი ეუბნება რომ ნათლის ღება უარყოსო და მე გააყოლეო. და მართლაც ეს ეუბნება მე მამა თავის გოგოს, ეს გოგო მიდის ამ ბიჭთან და ეუბნება რომ მამა მითხრა რომ დაგმოსო თავის რომ მონათული ხო ხარო კიო, მაშინ ეს დაგმეო. დავგო ხო წამომყევია. ნება რა. და ნახე რა ხდება, ეს გოგო მიდის მამასთან, მამა ეკითხება რომ ამან დაგმო ეშმაკებს. ღმერთი არ უშვებს ხელსო, არ მაძლევს ნებასო. მაშინ რა გავაკეთოთ? რა გააკეთო და თვითონ ღმერთი დააგმობიო.
ნუ კიდევ ცოტა ძალიან შემოგვიყვება, თუ ბევრ რაღაცებია. მე რომ სხვა რამის მოყოლაც მინდა მე და ამიტომ რომ დროშილაც რო ჩავედიო და მე ისევ თეშმა გეუბნება, არის ქურუმი მის შვილს ეუბნება და შვილი მიდის ეუბნება, რომ შენი ღმერთი დაგმეო. შენი ჩვარცმული ქრისტესია საუბარი. და ეს ბიჭი ეუბნება, რომ დავგმო ხო წამომყევია. და ეს გოგო მიდის მამასთან გახარებული. ეს мама გახარებული კი არა, მაინც რო ეს ბიჭიც ახლა ამასაც ავით, მაგრამ მაინც მამის და мама ეკითხება ეშმაკებს და ეშმაკი ეუბნება, რომ მაგან კი დაგმო, მაგრამო უფალ მარ დაგმო. თავის კეთილ საქმეების გამო. მაინც ეცოდებაო და არ მიუშვა. ასე ვართ ხშირად ჩვენ, ბევრი ჩვენი საქმეებით. ჩვენ გმობთ ღმერთს, მაგრამ იმხელა მოსიყვარულე ჩვენ ჯვარცმული ქრისტე. რო ხო გასოს ერთ-ერთი აი წმინდა ცხოვრებაშია. დიახ. რომ თავის სულიერ შვილი მწვალებლობაში ჩაუვარდება. და ისე შინაგანად აღივსება, რომ ის მწვალებელი რო ჯოჯოხეთში რო დაინახოსო, აი იტანჯება. აი მასა გაუხარდება და ამ დროს სახში ლოცულობს. და რო ლოცულობს ხდება სასაული. ლოცვის დროს იხსნება თლიანად თელი შენობები იხსნება ცა და მიჩერებს ზემოთ რაც ხედავს მაცხოვარი. მაგრამ რაღაც შინაგანმა ძალამ ჩაახედა ქვემოთ და რაც ხედავს. აი უცხოს დაღებული აქვს და ეს წვალებელი რომელიც მისი სულიერ შვილი რო გადაიყვანა ამ წვალებლობაში აი უნდა გადაყლაპოს ამას ისე ესიამონა ეს აი ღირსი ხარო მაგისთვის რომ უფალს აღარ ახედა ზემოთ მაგრამ ზემოდან ხმა ჩამოისვა მე მზად ვარ რომ თუნდაც ერთი მონანულისათვის ვეწამო და შეერცხვა მე ამ ამას ასე არის რომ ღვთის კაცმოყარეობას არ აქვს საზღვარი. ამიტომ ადამიანს მივხვევთ აქ უკვე დაუგო ეშმაკმა ხარ მაგრამ იმას მისი მშობელი ლოცულობს ან ის თვითონ პიროვნულ რაღაცას იკეთე ქონდა გაკეთებული. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ასეთი რამე, აი რატოა ჩვენი ქრისტიანობა ყველაზე დიდი აუცილებელი გიორგი კიდო. დიახ. აი მე ერთხელ მოვყევი ბერის შესახებ მამა. ბერის შესახებ, ბერი რომ თუ შეიძლება მამა ეგ ისტორია ძალიან დამაინტერესა. ხო და ნახე რატო არა ძალიან კარგი რომ დღეს ხო არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანს აქვს ასეთი აზრი. აი თუ ქრისტიანი ვერცხონდები, ცხონდები და ან სხვა რელიგია. აი ნახე რა არის ყველაზე დიდი ცეუბაში შესვლა, ანუ ქრისტე რას გიკეთებს. ნახე ამ წმინდა ცხოვრებაში არის ასეთ რამე რომ ერთ-ერთი აი მუსლიმურ ქვეყანაში ხდება სადაც ამ იურისტი კაცი, პროკურორი კაცია და დიდი ნადიმი მოაწყო. ამ ნადიმზე ადგა და მოიწვია ბერძენი ბერი თურქეთში ხდება ეს. და რომ მოიწვია ეხლა ტრიალებს ამდენი საზოგადოება ერთგვარი მისთვის ელიტა საზოგადოება არის იქ მოწვეული და ეს ამოდგა ეს კაცი და ეუბნება ამ ბერს. მამო აი შენ ხარ ქრისტიანი, მე ვარ მუსლიმანი. და გეკითხები ახლა ერთ რამეს უკითხოსო. მეო ჩემი რაც აი მასე ვთქვათ იურისტი ვარო არასდროს უსამართლოდ არ მოქცეულ ვარო. ყოველთვის რო სამართლიანი ვიყო. ზედმეტი არ ამიღია რაც არ მეკუთვნოდაო. არ დამიჟე, ანუ ყველაფერში ყველა ესე ვაკეთებო და სიკეთეს ვაკეთებო ამდენს. ვერ სხონდებიო, მოწყალებაც ვიციო. და ავანტყობს დახმარებული ვარ. ყველაფერის სფერო რაც შეეფერება ადამიანს, მე ვაკეთებო ამასო და ვერ სხონდებიო. და ისეთ სიტუაცია არის, რომ ეს ბერი სიტუაციაში უნდა დაიჭირონ, მაგრამ ეს თისნერი ადამიანი იყო და სულიც მის მადლით მიეცა მას ეს მადლი და წამოდგეს მამა და ეუბნება რომ თუ შეიძლება უკითხოს უკითხით მოგიგებო. მე შენთან რო შემოვიდი სახში ვხედავ რომ ბევრი მოსამსახურები ყავსო აქო. კიო. და ძალიან გთხოვ ერთი რამე მაინტერესებსო. ეს მოსამსახურები თქვენ რასაც ეუბნები ყველაფერს გისრულებენ, რასაც თავი და თავოთო ჩემი სიტყვა დამთავრებული მიწუჩი აკეთებენო. თქვენ შვილებიც ხო ყავსო? კიო, შვილებიც ყავსო. და შვილები თუ აკეთებენ ისე როგორც ეს მოსამსახურები. არა, აუგეს ერთ სიტყვი ხანდახან მეორეს აკეთებენო. და როგორც იურისტი კაციო. ანდერძიო.
ხო ისე გადადისო შენ რო გარდაიცვლებიო ან და საერთოდ ანდერც ის ადამიანებიო რომელიც ესე გისრულებენ შენი მოსამსახურები თუ ეს შენი ურჩიშვილებიო თავისთავად ურჩიშვილებიო ხო და ასე ვარ ჩვენ ქრისტიანებიო ღმერთმა შვილობაში შეგვიყვანა მის ძის მეშვეობითო და ამიტომ მივხვდით იმისა რომ შეიძლება ურჩები ვიყო და არ ვიყო შენაირიო მაგრამო მე ქრისტეს ყალობითო ღვთის ხო ანუ ეს მემკვიდრეობაში მე შევდივარო ქრისტიანიო და არა სხვაო ნახე რა ხალხა სიბრძნე ხო ანუ ამაშია რომ ეს უნდა ესმოდეს ყველა ქრისტიანს რომ არა ჩემითა არამედ შენითა უფალო და ამიტომ ახანდახან გაგიკვირდება ადამიანი გამოდის და სხოვსყოფილი ჯვრის მადლმოსილებას უარყოფს ერთგვარად და რა არის ეს იმიტომ რომ ყველა საფუძველი ნათლობისა ყველა საფუძველი რაც იწყება ანუ ნათლის ღება პირველი ეტაპი ხო ეს ქრისტეს კაცმოყვარეობითა მისი სისხლის გამოხსნითაა ეს პროცესი ხო და შენ თუ ამას უარყოფ ადამიანი უნათლავ ადამიანებს იმიტომ რომ არის მაგალითად სხვადასხვა ეკლესიებში მაგალითად პატარა ბავშვი ვერ რა მოხდა უნათლ პატარა ის მაინც არ შეიძლება ეს კაცო იმიტომ რომ ქრისტემ დაუდო საფუძველი ცხონებას ის 14000 ყრმა რომელიც ქრისტესათვის მოკლენ დააწამა იროდიმ აწამე ხო ხმლით მაგრამ სასუფეველში კი ვერ შევიდა სანამდე მაცხოვარი არ ჩავიდა და არ აღსდგა ამიტომ არის თავისთავად იმიტომ რომ ქრისტე არის საწყისი და სასრული ქრისტე არის ყოველივეს თავი ამიტომ ყველა აბრაამი და ისინი ვერა გამხელად სიკეთის ქონა თავისთავად ამიტომ არის რომ ჩვენ ერთადერთი უნდა გვესმოდეს ყველა ადამიანს რომ საუნჯე ადამიანმა აქ ანუ სალარო ეკლესიის კარიდან იწყება თუ გვინდა მე რომ იქ რო გახვალ ადამიანი იქ რო დახვდეს ან და აქ რო გაგიჭირდება აქ უკვე ღმერთმა ანგელოზის ხელით დაგეხმაროს და მიეცეს შენს წმინდანები იქნება ან შენ გვარში ისეთი უხილავი ადამიანები რომელიც შენ არის მაგრამ რომ მათ უფლება მიეცეს რომ მოგხედონ იმიტომ თუ ზეგარდამო არ მოვიდა ეს იმხელა დიდი ჭირი იქნება რომელზეც პირდაპირ წერია ადამიდან მოყოლებული დღემდე ასეთი ჭირი არ იქნება დედამიწაზე და ამიტომ რომ ეს ჭირი რო ავიშოროთ ღვთისთვის სათნო საქმე უნდა აკეთოს რომ ზეწოლა ღმერთმა არ დაუშვას აი იმ ხარისში და როგორ უნდა მივხვდეთ მაშინ აი ბევრი ადამიანი ხა მე ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ისეთი რომ გონია რომ აი იმ მუსლიმივით რა რომ ღვთისთვის სათნოს აკეთებს და ეს საკმარისია აი როგორ უნდა მივხვდეთ მამო იმიტომ რომ აი დარწმუნებული ვარ რა ვინც შეიძლება დღეს რაღაცა აი რაღაცა ვიღაცა ან შეგნებულ მტრებზე არ მოხს ლაპარაკი პირველი გიორგი არის მორჩილება აი თუ შეიძლება ხო მამო ხო შეიძლება რომ მორჩილება უნდა ბერს და მონაზოს იტყვიან იმჯო მორჩილება ყველა ადამიანს ჭირდება ნახე როგორია აი მე მაგალითად როგორც მოწვარი ხო მე სადაც ჩემი ხო მოძღვრის ჩემი მღვდელმთავრის უპირატესი ადამიანის ლოცვა-კურთხევა შემისრულებია მე იქ მინახავს სასაული რომ იმ ლოცვა-კურთხევას გაუპია ის ყველაფერი და სასალამათად გავსვივარ დაუცივარ უფალს და შენ თუ შენი ამბიციებით აკეთებ ადამიანი და რატო უნდა დავეკითხო მე მღვდელმთავარს ან რატო უნდა შევეკითხო მე მოძღვარს რატო უნდა შევეკითხო აი მამაშვილის სახში ავიღოთო შვილმა უნდა იცოდოს როგორ იყო ძველ აღთმაში მამისგან გადადიოდა ლოცვა-კურთხევა ხო და ესავმა აურია ესავზე აღარ გადავიდა ლოცვა-კურთხევა კაცო ანუ ეს იტყვის კაცი პირველი არის სიყვარული როცა გაქვს მაშინ ხარ მორჩილიც ანუ მორჩილება გამოხატულება სიყვარულის ეს არის როგორც ურთიერთ შეთავსებული ერთმანეთის გარეშე არ არსებობს გიორგი იმიტომ რომ თუ გიყვარს მორჩილიც ხარ და თუ ურჩი ხარ სიყვარული არ გაგაჩნია ანუ ეს აქსიომა არის იმიტომ რომ თუ გიყვარს შენ და ხედავ შენს მღვდელმთავარში შენს მოძღვარში მე რა დაუშვათ ჩვენ ხო პაპისტები არა ვართ დაუშვათ რაღაც დეტალში თუნდაც მღვდელმთავარი დაუშვათ რაღაც დეტალში მოძღვარში ვერ შეხევი რა ო ვერ შეხევი გარა შევცდით დაუშვათ რაღაც დეტალში ჩვენ პირადულ საკითხზეა საუბარი და არა ეკლესიის სწავლებაზე ეკლესიის სწავლება სხვა არის აი მე რა ხდება მამო აი აქ როგორ დავიტიოთ იმიტომ რომ მამო აი სწორად გამიგეთ რა მამო ისინი გთხოვენ
უბრალოდ შეიძლება არ იციან, რა თქმა უნდა, რო არ უნდა მოგთხოვონ და თანადგომა არ აქვთ, მაგრამ ნახეთ მამაო, ამ შემთხვევაში როგორ უნდა გამოვიდეს ცოტა მშრალად აქედან, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემის ქვეშ შემთხვევა. ებმეო, მე ადამიანი და მე ეს ხიბლი მამაო საერთოდ ანგრევს. აი ვერ ხვდება, რომ აი სიტყვაზე ეხა მამა ილია მაგალითად აი ახლა რაღაცა თქვა ისეთი, რომელიც მე არ მომეწონა, მაგრამ მე ამ ხიბლმა შეიძლება 10 ჯერ უფრო მეტად ამა ზუსტად ეგ უნდა ბოროტს, რომ დამშალოს. აი ეს როგორ უნდა მიხვდეთ, მაგრამ ეს თქვენ ხო ქონიათ ეგ შემთხვევა, რომ აი ვიღაცა ადამიანი, რომელიც სიტყვაზე არ ქონია რა ის მოწოდება შერაძგინოა, მაგრამ მიდგომა როგორი უნდა იყოს თუ შეიძლება ამ საკითხისას. დიახ, არის რომ განა ჩვენ შეცდომებს ვსწავლობთ. ადამიანები ვართ, მაგრამ შეცდომა უკიდურესობაში არ უნდა გადავიდეს, ანუ სქიზმაში არ უნდა ჩამოყალიბდეთ. იმიტომ რომ სქიზმა ეს მიხედა დიდი საშიშროებაა, მტერს არ უსურებ, ამები ყველა გვაფრთხილებს, რომ მოწამეობრივი სისხლი ვერ ჩამობას მას. იმიტომ რომ სქიზმა, როდესაც შენ უკვე მიკორძეობით ხარ ვიღაცებერ, იმიტომ რომ ჯერ უფალს კერთაყვანისმელი არ მოსწონს. მე პავლესი ვარ, მე იმისი ვარ, განა პავლემ ჩათესა მეორე მორწვა, მაგრამ უფალმა გასარდა. აი რატო არის მე მაგალითად 24 თავში მათესახარებაშია და აი თქვენ ნუ გიწოდებენ მამას. ეს წერია რომ მოციქულებს როდესაც უკვე აი ასწავლის და აარსებს ეკლესიას. იმიტომ რომ ამოხდა ძველათმაში რომელიც მოძღვრებსაც უნდა მათი მისია ეს იყო რომ ეკადაგათ ქრისტეს შესახებ. ქრისტეზე კი არ ეკადაგენ, ქრისტეს მტრად შეექმნენ, ჯვარცმამდე მივიდნენ. ამიტომ არის რომ ქრისტე უკვე რო არსებს, უფალმა ხო იცის რომ ჯვარცმა ამგენის ანუ ფარისეულებმა და წიგნობებმა გააკრენ მაცხოვარი ჯვარზე წერია, ხო? ამიტომ არის რომ უფალი რო უკვე ეკლესიას არსებს, ეუბნება დაე თქვენ ნუ გიწოდებენ მამას. იმიტომ რომ ღმერთია თქვენი მამა. ანუ შენი პიროვნების გაკერპებამდე კი არ უნდა მიიყვანოს სულიერი შვილი, არამედ შენ ქრისტეში უნდა უყვარდე, ღმერთში უნდა უყვარდე. ამიტომ მე მქონდა ერთხელ ასეთი შემთხვევა. ერთ-ერთი ჩემი სულიერი შვილი მოვიდა ერთ-ერთი და სხვა ეკლესიის არ მინდა ახლა დიახსიგე. ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვრები განიკითხა, მე ისეთი რამე ვნახე, ასეთი დაიწყო და ერთგვარი საჯელი დავადები, მე განკითხვაზე პატარა ლექციაც დავუკითხე და ურთხევა მივეცია ასეთ რამე. რო დამესწრები საღამოს ლოცვაზე, დილას ფეხი ავტობუსში არ დაждე მეთქი. ხო. ავანგარდიდან ცენტრში, იქ სადაც უნდა მისულიყო იმ ტაძარში, ფეხით ახვალ მეთქი საჯელად და იქ ეზიარე იმ ტაძარში, იმ გენთან ეზიარები მეთქი. აუ, დაგიშია. მოდის ახლა ეს ჩემთან ეს კალბატონი და უსაყვარლესი ადამიანი, მაგრამ ყველა ჩვენი იგი გვაქვს. ძალიან საყვარელი ადამიანი. მოდის და ხო გითხარიო. ასე მითხე წადი არ გაზიარებთ წადი აქედანო. ხო და რატომღაც ისე მოაწყო ეშმაკმა რომ მე ახლა მეც უნდა ჩავარდნილიყო განკითხაში, მაგრამ რატომღაც დავფიქრდი და მომისმინე როგორი კურთხევა ქონდა შენ მეთქი აქედან რო წასულიყავი. ფეხითო, მე ფეხით წადი მეთქი არაო. აი მაგით ავტობუსი წადი მეთქი, ხო, ამიტომ ხო ხედავ ის მოძღვარი ღვთიურად მოქცეულა მე შენ ვინაიდან მოძღვრის კურთხევა არ შეასრულე და არ წადი ფეხით, ამიტომ სულიწმის მადლმა არ დაუშვა ზუსტად შენ რო განიკითხავ ზუსტად იმ მოძღვრის ხელით რო შენ ეზიარები ხარ მეთქი და მეორედ მე ფეხით რო გაუშვი მე აზიარე. ანუ რა არის ეს თავარი? ჯერ ერთი რამეა ყველა ადამიანი უნდა გეცოდებოდეს, მით უმეტეს მოძღვარი. იმიტომ რომ მე რაშიდაც განმიკითხა, ნახე რაშია გიორგი, ორი საკითხი არის, ერთი არის პიროვნული რაღაცა ადამიანის ღირსება და ანუ ღირსობა და მეორე არის დოგმატური საკითხი. დოგმატური საკითხი ეს სხვა არის. ეს საკითხი მე მრევლს და მოძღვარშვილს და მაგას ამიტომ მეორე ამ საკითხზე ვფ. პირადულ საკითხზე მაგალითად მე სადაც განმიკითხავს, მაგალითად მოძღვარი რაღაც დეტალში, საქციელი და რაღაცა განმიკითხავს. ეს ჩვევები უკვე გამომჟღავნებულა ჩემში და სადაც მე შემწოდებია თამდგავრა მილოცია და უფალო დაიფარე ჩემი ძმა და მე ჩემ თავს ჩამეხედავს მიცოდვა და მითქვია ამაზე ვარესი ვარ შვება მიგწნია. ანუ პირველი მტრობა ადამიანს არის განკითხვა და ახლა რა არის ეს განკითხვა და ზუსტად მე ერთ-ერთს მოგიყვებით.
ანდრია სალუსის სცენების დღეა, იმიტომ რომ ეს უფრო მოყოლობ უფრო ადამიანებსაც უფრო ესმით და მე და ერთი ჩემი მეგობარი მაშინ მესების კვირა იყო აქ ზურა მანცკავა, იცი მხატვარია. კი, კაცი დღეს ვნახე კარგი. ხო და ისე მოხდა რომ მესების კვირა ეს დიდი ხატმწერია ხო. ხო და გელათიდან გამომიშვენ რომ მესწავლა სების კვირების ხობა და ზურამ მიმიღო ეგ თელესით ფოტოსიყვარული და მე ზუსტად მოწამეთობა იყო, იმიტომ ეს ვით სხვა ჩამოვიდა მეორე დღეს უკვე და ანდრია სალოსის სცენების დღე იყო. და წირვას რო დავესარეთ და დამთავრდა სიონში სახურება შემოვიდა მოძღვარი. მე არ ვიცი ვინა. მაგრამ ეს მოძღვარი იქცევა ისე რომ აი ახლა დადგება ერთ საფლავთან მივაч, აი რაღაც მსახიობური ქმედებები აქვს, მივა აკოცებს ტირის, ხო და ზურა მეუბნება ეს ძალიან დიდი მამა არისო. მივიდე და კურთხევა ავიღოთ. აი იცოდა. მამა გაბრიელი. ზურა წავიდა და ჩაიხუტა, მოეფერა და მე ქუნებაში გამიკითხე. ეს მინდა გერა თრალია მეთქი. ჩემ მერულ ნასვამეთრო. ხო და მე ამი გაკითხა რა არის. ხო და რომ მივედი ლოცვა კურთხევაზე წადი იქან დაჯიქი და სვეტთან იქან დამაჯინე უკან და სახიობრივად მომიშდა. გვერდით და ყურში მეუბნება. გინდა სხონდეო? მინდა მეთქი. ეცადე კაცი არასდროს არ განიკითხო. და ეს იმხელაზე ჩამჩა გონებაში მე რომ გადის დრო და მოხდა რომ ერთ-ერთმა ადამიანმა თავი მოიკლა ახალგაზრდა ბიჭმა ჩემო ნაცნობმა და მე მას ბაღდადში ცხოვრობდი და რატომღაც რომ მეც აპარტავანმა სულმა და ენაძვალი არ აქვს რომ იტყვი რომ განვიკითხე იმ წუთში შინაგანი ამა გაბრიელის სიტყვა იმ წუთში ამომივარდა გონებაში და შინაგანმა შემაწუხა ისე შემაწუხა გიორგი შემაწუხა რომ არ ჩავთვალე თავი რომ მართლა ლოგენზე დავწულილიყავი და იქვე კარგი დივანი იყო ახლა კლათი მითხელა სინემა იყო რომ პოლზე დავწულილიყავი იმაზე დავწიკე და კათენებული არა რიჟაჟია და ოღონდ რა იცი გარეთ ლამპიონი შუქი ანათებს ისე რაღაც ხივის შემოდის უბრალოდ რომ აი რაღაც რო არ წამოვედო იმას ხედავ ხო და შინაგანს გძნობ რომ გულზე აღარ მიკეთია ჯვარი არა და ფსი ჯვარი მაქვს გაკეთებული. ჩემი ხელით გაკეთებული ჯვარი მქონდა და ჩემი ხელით აი თოკები ასე და საკმაოდ მსხვილი თოკი იყო. ხო და რომ მივხვდი რომ ეს რაღაც მადლი რომ დავკარგე რომ ეს კიდო ეს თელი ღამე ამაზე ვიმარ რომ ძალიან ცუდი რამე ჩავიდი. ხო და ღმერთო მაპატიე მეთქი. და რომ მოვისვევი ხელი თოკი მოვისვევი ვატრე ჯვარი არ არის საერთოდ გულზე აღარ მაქვს ჯვარი და უფალო გეხვეწები მაპატიე მეთქი წამოდექი მეტანე გავაკეთე და რატომ თვალი გამისვიდა წარმოგიდგენ მე რო წევარ მე ამ დივნის ერთ რამოდენიმე მეტროში დიდი მაგი დაიყო და მაგიდის ფეხთან იქით ამ სხივზე პირდაპირ დავინახე რომ ჯვარი იყო ჯვარს არც ყუნწი ქონდა მოტეხილი ერცერები და არც თოკი არ იყო გაწყვეტილი. მე ისე თოკი გავჭირდა ხელახლა ჯვარი თავიბძანე გულზე და ანუ ეს არის ძალიან საშიში. აი განკითხვა, უსიყვარულობას მოყავობა სწორედ განკითხვა, უსიყვარულობას მოყავობა, ურჩობა, თვითნებობა, თვით წარმოჩინება. იმიტომ რომ თუ წარმოსაჩენი ხარ და რამე არის უპირატესი გყავს შენგანს რამდენი გყავს აი რამდენი მაგალითი მოგწევ ხოლმე სახარებაში ხო ვინც წინ პლანზე დადგა ყველაზე მეტად შეცვლა და უკან გაუშენდა რომელიც თამდაბალი იყო უფალმა გამოაჩინა და წინ წამოიყვანა ხო და ნადიმის თავზე დასვა ანუ ეს უნდა გესმოდეს ადამიანს ამიტომ შენ თავზე უნდა იმუშაო პირველი ესაა რომ ყველა ადამიანი მოძღვარზე კი არა მარტო საუბარი თვითონ პიროვნება უნდა იმუშაო საკუთარ თავზე რომ ერარქის მიმართებაში ეს იქნება შენი მაგალითად ხორცელი მშობელი, შენი უპირატესი ძმა, დედმამიშვილებში ძალიან დიდი არის. ვისაც პატივს რა. უპირატესი მიმართ აი მაგალითად ჩემი მოძღვრების აი მამა დავითი და ჩემი ვინც არის მოძღვრე მამა ნიკოლოზ ზანდებოდა თუ ვინც იყო, ყველა ვისანაც გამოგივლია, ვის ხელშიდაც აღზილ ხარ, ვისანაც გააქვს. კი იტყვი ამგეს მივაგებ პატივს, მაგრამ არა მარტო, არამედ ყველა უნდა ეცადო რომ აი რაღაცნაირად ეს შინაგანი პროცესი აი ეს უნდა გააკეთო რაც შენ მოგეწონება სხვა რომ გაიკეთოს აი ეს პირველი მე ასე მიმაჩნია
შენ თავზე უნდა იმუშაო. ეს აუცილებელია. თორემ ის ერთმეტი არ დაუშვებს ადამიანი მამო მაშინ მაინტერესებს რომ ბოლო 5 წუთი დარჩა სამწუხაროდ ჩვენ და დრო გაგვექცა რა ნაბიჯებია პირველი გადასადგმელი მაგ დროს აი როცა გინდა რომ შენ თავზე ისე იმუშაო იმიტომ რომ ბევრი ადამიანი აი ნახეთ ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მოდი ამას არ ვიზდა მაგრამ სწორედ მანდებთვის თუ შეიძლება მამო რომ აი როგორ მოვუგოთ იმ ნებებს რა ხდება ეს გიორგი როცა ადამიანს ჩვენ ხო ორი რამ დიახ ერთი tis მადლით ანგლოზი გვიბრძანდება რომელმაც ჩვენი კეთილი საქმეები და ღვთის წინაშე იმიტომ რომ მეც აწუნა წარდგენა მაგრამ მეც უხარია ეს იერარქიული დისციპლინა ეს სიყვარული უნდა შეძგეს ჩვენსა და ზეცის მიმართ ხო კავშირი და მეორეაც ეს დაცემული სული ასაშულა ისე განშვილოს ადამიანი როგორც სული წმინდას მაგრამ ისა დიდი ფსიქოლოგი მამები გვასწავლიან და ხედავ შენი მიდრეკილებანი საით არის ხო ამიტომ სადაც გაქვს მიდრეკილებები ეშმაკი ცდილობს სურად იქ წარმოგიჩინოს დაუშვათ ანგარების მიმართ ანგარების და დაუშვათ იმ სფეროში მაპატია და მეძოვებს აი იქ წარმოგიჩენს ანუ რაც შენს უკვე სანამდე ქრისტიანულ ცხოვრებაში არ ყოფილხარ და სადაც ცოდვა მადლი ვერ გაგიგე ადამიანს და რომ შემოდიხარ უკვე ამ სარბიელზე და უკვე გვეწევა ჩვენი სულიერი სფერო წინ მე ზეცაც უშვებს რომ ამ სარბიელზე შენ უნდა მიეჩვიო ჭიდილს ხო და ამიტომ უნდა ეცადო რომ არა მარტო ბოროტის სული არამედ შენ ამ ბოროტის სულს ხო ყავს მოკავშირეები ხო რომლებიც უკვე თავის და თავის მის იმიტომ რომ ის შეგთავაზებს აი კარგი თანამდებობის ხალხზე კი არ ვსაუბრობ მე ამას მაგრამ თავშა რაღაც სფეროს წოდებას რაღაც მიდრეკილებასაც ანგარების მიზით რაღაცა ანუ შენ უნდა ეცადო შენი სინდისი უნდა იყოს მაკონტროლებელი შენ ხო იცი ეს ორი რამ სჭურეთს ადამიანს ერთი სული წმინდა ღმერთი და მეორე შენი პიროვნება ხო თავისა ადამიანს იცის სულმა უწერია და ამიტომ შენი თავი არ უნდა მოატყულო აქედან უნდა წამოხედო იმიტომ რომ უნდა გესმოდეს რომ გინდა თუ არ გინდა განჯა გასამართლება გარდაუვალია და გინდა თუ არ გინდა აი ნახე რასაუნს ესაია რასაუნს დიდი მამების სხვა თითქმის ერთ იგივეს რომელმაცო თვალები შექმნაო განა ვერ ხედავსო რომელმაცო ორი შექმნაო განო არ ისმისო და რომელმაც გული შექმნაო განა ვერ განჯისო ამიტომა შენ ადამიანი ერთხელ მოდი ამ ქვეყანაზე და ერთხელ უნდა გახვიდე და თუ ერთხელ უნდა გახვიდე ვისატყულებ ხო ან ვის წინაშე უნდა წარმოაჩინო შენი თავი გეკითხები ღმერთს ახლა შენ სიბნით გააკვირვებ შეხედულებით გააკვირვებ თუ რა მაგარ არ მოგცა ყველაფერი რაც უფრო დიდი წმინდა მამა ხდება, მით უფრო ხდება თამდაბალი. რატო? იმიტომ მით მეტად სულიწმინდის მადლი უნათებს შინაგანს ადამიანს და შინაგანს რო უნათებს მერე ხდება თუ რამ ხელად ცოდვილია. ანუ როგორც ნახე რასაოს ეს ცოდვილი მხარეს რომ დაინახავ და მანკერ მხარეს შენსაც როგორცო მე ბოსტნე მიცის რომ ნეხვი უნდა შეიტანოს ბოსტანში ნეხვი ხო ნეხვია კაცო მაგრამ რატო ბოსტნისთვის განაყოფი უნდა დაწვა ენახ იმიტომ რომ ნედლია უნდა დაიწვას და ასე ამოს მამები სწორედ რომ ეს შინაგანი სინანულით ახსარებით შენი თავის გამო შენ თავზე მუშაობით ადამიანში იწყება გაადამიანობა და ქრისტეს გზაზე დგომა და მე ყველაზე როცა ამ გზაზე დგები ნელინა გიორგი მე მოდი შენთვის ის დიდი სიყვარული სადაც უკვე უპირატესის მიმართებაში შენ შინაგანი აღარ გაძლევს რომ არ მოусმინე თუ როცა არ მოусმინე ნახე რაც უფრო მაღლა დიდიდები ადამიანი მით უფრო დიდად მოგეთხოვება აი მოსეს მეორედ რო კვერთხი დაარტყა კლდეს არიპატია და ახთმულ ქვეყანა დაკარგა ვერ შევიდა რატო იმიტომ მოსე იყო თუ უბრალო ადამიანს მაგრამ იმიტომ რომ ასე შენს რო დიდ სიმაღლეზე წაგწევს მეთი ამიტომ აუცილებელია რომ ამ დანარჩენ ილუზიებს თავი დაანებო და უნდა იმსახურო საქართველოს სული ცხოვრებას. რა ვიცი, მე ასე მგონია. ომო, ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ ჩვენ და დრო ამოიწურა, გაგვექცა, მაგრამ როცა მოახერხებ ჩემ დგომში, აუცილებლად ყოველთვის ჩემი ეთერის კარის ყოველთვის იქნება ღია. ძალიან დიდი მადლობა. მე უფე ივანეს, მე უფე დანიელს, იმ ადამიანებს, ვინც აი ესეთი დიდ ხალხს მამა დავით ბურჯანაძის კურთხე ვაკიდო. აუცილებლად. მამა დავით ბურჯანაძის, რა თქმა უნდა, იმ დღეს როგორ ამბობდა, აი დიდი სიყვარულით მამა იოსების ძმის, ბედნიერება, სიხარული, მამა, ყველაფერი კარგი. სხვათა შორის მამა კონსტანტინეს, მამა იოსების ძმას მიანჭეს მეორე ჯურის ტარების უფლება და აი აქედან მთელი გული
გულით ულოცავთ და მადლობა მამა ილია რომ ხართ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელ ქუთაისს თქვენ ბრევს, მამაო, რამდენი ადამიანი შევიძინე ისე რომ ცხოვრების ბოლომდე დავითის ოჯახი, ჩემი ნათლი მამის ყველას რომ ჩემთვის იქნებიან ძვირფასნი და დიდი მადლობა მამაო ამისათვის თქვენ და იმ ადამიანებს ვინც არიან თქვენ მრევს, აი ესეთი ეგეთი უბრალო ხალხი როგორიც არიან იქ, აი მე მართლა ძალიან იშვიათად შევხედრი რომ საერთოდ და მადლობა ამისათვის მამაო, ეს დიდი თქვენი დამსახურება არის, ეს და უბრალოება არის ის, რაც ადამიანს მართლა ღმერთი მეგობარს ხდის ადამიანს. თქვენ მეუღლის მამაო და თქვენ შვილებს და შვილიშვილებს მოგიკითხავთ აუცილებლად ძალიან დიდ მადლობას მოახსენებ აქედან და ბედნიერებას გისურვებთ, მამაო ყველაფერს სიკეთის გისურვებთ და ეს გადაცემა გავა კვირას იგივე განმეორებით, ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონ და იქიდება ეს გადაცემები. მე გახდით გიორგი დარასელია, მამა ილია კარკაძე გახდა ჩვენი სტუმარი და ძალიან დიდი ბოდიშით ერთი წამი დამემატეთ და ამავიწყდა. მამა ილია აშენებს მამა გაბრიელის სახელობის ტაძარს იგივე ავანკარდში რა, რო იცოდეთ, აი ეს ყველგან მამა გაბრიელი ახაც ახსენა და იცოდეთ ძალიან მაგარი ტაძარი იქნება და აუცილებლად გახსნასაც გამოვაცხადებ აქედან და სხვათა შორის გპირდებით რომ აქედან გავაშუქოთ, მამაო, აუცილებლად და ბევრი ადამიანი უსასყიდლოდ ეხმარება იქ და დიდი მადლობა თქვენ იმ ბიჭებს, რომელიც აი მართლა სასწაულები გყავთ, მამაო, ირგვლივ სულ. დიდ